მე-11 ნაბიჯი. ლოცვისა და მედიტაციის საშუალებით ვცდილობდით გაგვეუმჯობესებინა ცნობიერი კონტაქტი ღმერთთან, როგორც ჩვენ გვესმოდა მისი. ლოცულობდით, რომ გაგვეგო მისი ნება, რომელიც უნდა აგვესრულებინა და ვითხოვდით ძალას ამისათვის. 12 ნაბიჯი გვეხმარება ჩამოვაყალიბოთ პარტნიორობა ღმერთთან, როგორც ჩვენ გვესმის იგი. მიუხედავად იმისა, თუ როგორი სახე ან კონცეფცია გვაქვს არჩეული. წინა ნაბიჯებში გამოვიკვლიეთ ჩვენი სულიერება და დავამყარეთ კავშირი ჩვენზე მაღალ ძალასთან. ჩვენ შევიმუშავეთ ამ ძალის პირადი აღქმა მაშინ, როდესაც ჩვენი ნება დავთმეთ და თავი მივანდეთ უმაღლეს ძალას, რათა მან გვმართოს და გაგვაძლიეროს. მე-11 ნაბიჯი ეხება ჩვენს საჭიროებას, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ ეს ურთიერთობა ლოცვისა და მედიტაციის საშუალებით. ლოცვა. ზოგიერთი ჩვენგანისთვის ლოცვის იდეა ბუნებრივია და კომფორტული. მაშინ, როცა სხვებისთვის არა. ზოგჯერ ლოცულობთ მექანიკურად, შიშის გამო, კრიზისულ დროს ან უბრალოდ ვალდებულების გრძნობით. ზოგიერთი ჩვენგანი კი საერთოდ ეჭვობს, ღმერთი ნამდვილად დაინტერესებულია თუ არა ჩვენი დახმარებით. სხვები ღმერთზე გაბრაზებულები არიან და მას ადანაშაულებენ ჩვენს ავადმყოფობასა და ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ქაოსში. ზოგჯერ ვცდილობთ ღმერთთან ვაჭრობას. ლოცვას იმისთვის ვიყენებთ, რომ ღმერთისგან მივიღოთ ის, რაც გვინდა. ზოგჯერ ჩვენი ლოცვები სიმწრით და ტანჯვითაა სავსე. თითქოს ამით ღვთის შეწყალებასა და კეთილგანწყობას მოვიპოვებთ. მე-11 ნაბიჯი გვთავაზობს შევცვალოთ ლოცვის ძველი მეთოდები და ამის ნაცვლად ვილოცოთ მისი ხელმძღვანელობისთვის და ამის განხორციელების ძალისთვის. ლოცვა ჩვენს უმაღლეს ძალასთან საუბარია. ეს ნიშნავს გულწრფელად გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები და დახმარების თხოვნა. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე ჩვენს უმაღლეს ძალასთან, როგორც მეგობრებთან და ვპოულობთ სიყვარულს და მიმღებლობას. როდესაც ყოველდღიურ ლოცვის ჩვევას ვიმკვიდრებთ, ხვდებით, რომ ლოცვის ერთ-ერთი სარგებელი საკუთარ თავთან და ჩვენს უმაღლეს ძალასთან უფრო მეტი კონტაქტის დამყარებაა. ღმერთის შეცვლის ნაცვლად ლოცვა გვცვლის ჩვენ. ეს გვაძლევს თავმდაბლობის, მოთმინებისა და გამბედაობის საშუალებას, რომ ცხოვრებას გაუსწოროთ თვალი მაშინაც კი, როცა ცხოვრება გაურკვეველი ან მტკინვეულია. ბევრისთვის სასარგებლოა ყოველი დღის დასაწყისში უმაღლესი ძალისთვის მიმართვის თხოვნა და დღის ბოლოს მიღებული დახმარებისთვის მადლიერების გამოხატვა. ამ გზით ჩვენთვის უფრო ნათელი ხდება თუ ვინ მართავს ჩვენს ცხოვრებას და რა უნდა გავაკეთოთ. თუ გულწრფელად ვეძებთ ჩვენი უმაღლესი ძალის ნებას ჩვენს ცხოვრებაში და ვეცდებით მის შესრულებას ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით, სწორ გზაზე ვართ. თუ ვგრძნობთ, რომ ამის განხორციელება არ შეგვიძლია, ღმერთი, როგორც ჩვენ გვესმის იგი, მზადაა დახმარებისა და ხელმძღვანელობის წყარო იყოს საჭიროების შემთხვევაში. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ვთხოვოთ. მედიტაცია. ბევრ ჩვენგანს არ აქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს მედიტაცია. გარკვეულწილად ჩვენი წარსული გამოცდილება, როცა ყურადღებას ტკივილზე და ნეგატიურზე ვამახვილებდით, მედიტაციის ერთგვარ ფორმას ჰგავდა. ხშირად ვატარებდით დღეებსა და კვირებს იმაზე ინტენსიურ კონცენტრაციაში, რაც ჩვენში იყო არასწორი, ჩვენს გარემოებებში ან სხვა ადამიანებში. ახლა კი მხოლოდ ის გვმართებს, რომ იგივე მონდომებით ვისწავლოთ ყურადღების გადატანა ჩვენი ცხოვრების დადებით მხარეებზე. ზოგიერთი ჩვენგანი იცნობს მედიტაციის ცნებას, მაგრამ არასოდეს დაუპრაქტიკებია იგი. ზოგმა კი საერთოდ არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს ამ საკითხში. წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში უამრავი წიგნია მედიტაციის შესახებ, რომლებიც შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. ზოგი მედიტაციის ტექნიკებს სპეციალურ კურსებზე სწავლობს, ან მიმართავს მღვდელს, სასულიერო პირს, რაბინს ან სხვა სულიერ მრჩეველს, რათა კონკრეტულ რელიგიურ ტრადიციებში მედიტაციის შესახებ გაიგოს მეტი. ჯგუფურ შეხვედრებზე კი შეგვიძლია ვისწავლოთ მედიტაციის პრაქტიკა სხვების მიერ გაზიარებული მეთოდებისა და გამოცდილებების საშუალებით. მედიტაცია შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი, როგორც ფიქრების გაშვება და საყვარელ ადგილას წარმოსახვის გადატანა. ის შეიძლება იყოს ბუნებაზე კონცენტრირება, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და კეთილდღეობის განცდა. მედიტაცია ნიშნავს პრობლემებისა და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებას და საკუთარ თავთან შინაგან შერიგებას. მედიტაცია გულისხმობს გადატვირთული ფიქრების დაწყნარებას და იმ ხელმძღვანელობის მოსმენას, რაც გვჭირდება. ეს არის კონცენტრირებული ფოკუსირება. მედიტაცია შეიძლება სხვადასხვა ფორმით ჩავატაროთ. ეს შეიძლება იყოს გონების გათავისუფლების პროცესი ყველა შემაშფოთებელი ფაქტორისაგან, რათა დავფიქრდეთ სულიერ ჭეშმარიტებაზე, მაგალითად სიყვარულზე, ბუნების სილამაზეზე, მადლიერებაზე, სამყაროს ერთიანობაზე, ღმერთზე ან ნებისმიერ დადებით რამეზე. ბევრი ჩვენგანი იყენებს დადებით განცხადებებს ან აფირმაციებს მედიტაციის ფოკუსად. ამ წიგნის მესამე ნაწილში მოცემული სლოგანები და მხოლოდ დღეს განცხადებებიც შეიძლება ამ მიზნით გამოვიყენოთ.
ზოგიერთი ჩვენგანი პოზიტიურად იყენებს წარმოსახვასაც მედიტაციაში, კონკრეტული განმაკურნებელი სურათების ჩართვით, რაც ეხმარება კივილისაგან გათავისუფლებაში და ახალი ყოფის გზების წარმოსახვაში დღევანდელ რეალობაში. ზოგი ჩვენგანი მედიტაციას იყენებს ხელში დაგროვილი დაძაბულობის მოსადუნებლად, რაც ამცირებს ემოციურ და მენტალურ სტრესს. შედეგად ვგრძნობთ განახლებას როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად. რომელი მეთოდიც არ უნდა ავირჩიოთ, მედიტაცია გვაძლევს გაუმჯობესებულ ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ ჯანმრთელობას, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ პასუხისმგებლობებს. შეგვიძლია მედიტაცია და ლოცვა ერთ მთლიან პრაქტიკად გავაერთიანოთ. მშვიდ ადგილას უმშვიდდებით და კონცენტრირდებით მნიშვნელოვან ლოცვაზე ან ლექსზე, რომელიც ჩვენი მედიტაციის ფოკუსი ხდება. ზოგიერთი ჩვენგანი იყენებს ლოცვებს თავისი რელიგიური ტრადიციიდან ან სხვა სულიერ პოეზიას და აღმოაჩენს, რომ ეს ძალიან ეფექტურია მედიტაციისთვის. ბევრი ჩვენგანი იყენებს სიმშვიდის ლოცვას, რომელიც ძალიან მარტივად ასახავს 12-ნაბიჯიანი პროგრამის მიზანს. ღმერთო, მომეცი გონება და სულიერი სიმშვიდე, მივიღო ის, რისი შეცვლას არ შემიძლია. გამბედაობა შევცვალო ის, რაც შემიძლია და სიბრძნე განვასხვაო ერთი მეორისაგან. როდესაც ვმუშაობთ მე-11 ნაბიჯზე, ჩვენი ლოცვისა და მედიტაციის უნარი იზრდება. ყოველდღიურად ლოცვისა და მედიტაციისთვის დროის გამოყოფით ვუახლოვდებით ჩვენს უმაღლეს ძალას. ლოცვისა და მედიტაციის ჯილდო ემოციური ბალანსი და კუთვნილების გრძნობაა. ღვთის ნება. ზოგიერთ ჩვენგანს ეშინია, რომ ღმერთი წაგვიყვანს იქ, სადაც არ გვინდა წასვლა. ჩვენ გვიწევს ჩვენი ბედისწერა უხილო ვიღაცას ან რაღაცას მივანდოთ. გვეშინია, რომ თუ კონტროლს დავთმობთ, შეიძლება დავკარგოთ ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია. თუმცა ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ღვთის ნება არ გვკარნახობს აუცილებლად რადიკალურ ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში. ღვთის ნება, როგორც წესი, გულისხმობს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის ჩვეულებრივი მოვალეობების შესრულებას, რათა ჩვენ შევძლოთ კეთილდღეობის განცდა. ჩვენ კვლავ გვაქვს თავისუფალი ნება და შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი მოქმედების კურსი. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უფრო მეტ სიმშვიდეს ვიღებთ, თუ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ნება ჩვენი უმაღლესი ძალის ნებას შევუსაბამოთ. როდესაც ჩვენს უმაღლეს ძალას ხელმძღვანელობას ვთხოვთ, უკეთესი არჩევანის გაკეთებას ვიწყებთ. თუ ეჭვი გვეპარება, რომ ჩვენს სურვილებს ღვთაებრივ ხელმძღვანელობად რაციონალიზებას ან ინტერპრეტაციას ვუწევთ, კონსულტაციისთვის მივმართავთ ადამიანს, რომელსაც ამ საკითხებში მეტი გამოცდილება და გაგება აქვს. ამ პროგრამაში მუშაობისა და ანონიმური ემოციონალების სხვა წევრებისგან დამატებითი მხარდაჭერის მიღების შედეგად ჩვენი გადაწყვეტილებების მიმართ ნდობას ვიძენთ. აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ ლოცვის წარმოთქმა ან იმაზე ფიქრი, რისი კონტროლიც არ შეგვიძლია, სიმშვიდეს გვანიჭებს და პრობლემისადმი ახალი ხედვის საშუალებას გვაძლევს. როგორც კი დავინახავთ რაღაცას, რაც სწორად გვეჩვენება და ღვთისნებად გვეჩვენება ჩვენთვის, მოქმედებას ვუდგებით. თუ გვეჩვენება, რომ კონსტრუქციული ქმედებები არ არის საჭირო, ვიღებთ ყოველივე ამას. სიტუაციას ჩვენს უმაღლეს ძალას ვანდობთ და მოთმინებით ველოდებით შედეგს. შესაძლოა წარუმატებლობები და კრიზისები განვიცადოთ და ეჭვი შევიტანოთ ღვთისნებაში. ზოგჯერ ლოცვა ან მედიტაცია რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ჩვევაა, ჩვენ ხვდებით, რომ სულიერი კავშირი დავკარგეთ, რადგან ჩვენს უმაღლეს ძალას ჩამოვშორდით. შეგვიძლია ისევ თვითკმარობისკენ გადავინაცვლოთ, რადგან ჩვენი სიამაყე და ეგო კვლავ კონტროლისთვის იბრძვის. ამ რთულ დროს შეიძლება ნუგეში და იმედი მოვიპოვოთ, თუ მეგობარს ვთხოვთ, რომ ჩვენთან ერთად ან ჩვენთვის ილოცოს. თუ ლოცვისა და მედიტაციის რეგულარულ პრაქტიკას გავაგრძელებთ და საკუთარ თავს ისეთებად მივიღებთ, როგორებიც ვართ, დროთა განმავლობაში ლოცვისა და მედიტაციის უნარიც დაგვიბრუნდება. ძალა ამის განსახორციელებლად, როდესაც ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს ცნობიერ კონტაქტს ღმერთთან, როგორც ჩვენ გვესმის იგი, უკეთ შეგვიძლია დავინახოთ ღვთის ნება ჩვენთვის. ჩვენ მოგვეცემა ძალა, რომელიც გვჭირდება მის შესასრულებლად. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ლოცვა და მედიტაცია გვიადვილებს რთულ სიტუაციებთან გამკლავებას. ჩვენ უშვებთ, რომ ჩვენი ნება გადამისამართდეს და ამით განვიცდით გამბედაობას და ძალას ვიმოქმედოთ ამ ახალი მიმართულების შესაბამისად, რომელიც ღვთის ნებაა. ღმერთთან ჩვენი პარტნიორობა მყარ საფუძვლად იქცევა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უჭერს მხარს. ამ ეტაპზე განვითარებული სულიერი პრაქტიკები გვაძლევს მიმართულებას ჩვენი ცხოვრების ახალ გზაზე. სულიერი ზრდის პროცესში მიღებულ ცოდნითა და ინსტრუმენტებით ჩვენ ახლა მზად ვართ ვიმოქმედოთ უფრო პოზიტიური გზით და დავიწყოთ სხვების დახმარება მე-12 ნაბიჯზე.